გამარჯობათ. 2026 წლის 7 მაისია. ვიმყოფები დაბა მესტიაში. აგერ თქვენ ვიმყოფების შემაღლებულ ადგილას, აგერ ხედავთ დაბა მესტია თვითონ დასახლება, ეგრე ზევით ჰაწვალის სათხილამურო კურორტი, აგერ საბაგირო. ახლა მე მინდა ვილაპარაკო სხვადასხვა საკითხებზე, ეკონომიკა, პოლიტიკა, როგორც საერთაშორისო მიმართულებით, ასე კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებაში, ეკონომიკა, პოლიტიკა, დემოკრატია, საბანკო სესხები და ასე შემდეგ, მაგრამ სანამ გადავიდოდე კონკრეტულად ზემოხსენებულ საკითხებზე სასაუბროდ, მინდა გითხრათ, რომ ამ პლატფორმაზე ჩემი აქტიურობით მე ვცდილობ, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაუზიაროთ ჩემი ცოდნა მიმართულებით, სხვადასხვა მიმართულებით, რომელიც მე გამაჩნია, ეს არის ზოგადად ეკონომიკასთან მიმართებაში, პოლიტიკასთან მიმართებაში, საერთაშორისო კუთხით იქნება ეს თუ კონკრეტულად საქართველოსთან დაკავშირებით იურისპრუდენცია იქნება თუ სხვადასხვა საკითხები, იმ ადამიანებს გაუზიარო ის ჩემი ცოდნა, რაც გამაჩნია, ვინც ნაკლებად ერკვევა ამ საკითხებში, სურს რომ აიმაღლოს თავისი ცოდნის დონე და აინტერესებს და აქედან გამომდინარე მოგიწოდებთ, რომ იმ მიზნით უფრო მეტ ადამიანს ჰქონდეს წვდომა ამ აკაუნტზე არსებულ მასალასთან, გამოიწეროთ, ანუ დააფოლოვოთ აკაუნტი, დასვათ მოწონებები, ანუ ლაიქები და გააზიაროთ. ახლა რაც შეეხება ზემოხსენებულ საკითხებს. ვინც ამ აკაუნტზე ჩემ აქტიურობას თვალყურს ადევნებთ, გეცოდინებათ, რომ გუშინ წინ, ანუ 5 მაისს მე ვილაპარაკე სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, რომ ერევანში მიმდინარე საერთაშორისო ევროპის სამიტთან დაკავშირებით, ვილაპარაკე სხვადასხვა აგრეთვე იმას სავარაუდო მიზეზებზე, რატო შეიძლება ყოფილიყო ასეთი მნიშვნელოვანი სამიტის ჩატარება, რატო გადაწყდა მაინც სამეც ერევანში, სადაც ვილაპარაკე სხვადასხვა მიზეზებზე და სხვადასხვა სავარაუდო მიზეზებზე და მათ შორის იმ სავარაუდო მიზეზზე, რომ დიდი ალბათობით, ალბათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ ასე გადაწყდა, ის იყო ალბათ ის, რომ დღესდღეობით სომხეთი არის ჩვენს რეგიონში ყველაზე უფრო დემოკრატიული სახელმწიფო. ახლა რაც შეეხება აღნიშნულ საკითხებს, მე მინდა გითხრათ, რომ სოფლიოში პერიოდულად ქვეყნდება მონაცემები დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ. და ანუ ქვეყნდება ქვეყნების სია თუ რა მდგომარეობაშია დემოკრატია სოფლიოს ამა თუ იმ ქვეყანაში. და მაგრამ აღნიშნული მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და ავტორიტეტულ მონაცემებად ითვლება არის ეკონომისტ მედია ჯგუფის განყოფილებად ითვლება, დაახლოებით განყოფილების ვარიანტში ეკონომისტის ანალიტიკოსთა ჯგუფი, დაახლოებით ასე ქვია, მათ მიერ ქვეყნდება სიები, სადაც არის 10 ქულიანი შეფასება და ყველაზე მაღალი 10 ქულა, 10-დან 6 ქულამდე ეს არის დემოკრატიული სახელმწიფოების ჩამონათვალი, სადაც ითვლება, რომ დემოკრატიული მმართველობა, თუმცა მათ შორისაც განსხვავება უფრო მაღალი დემოკრატიის ქვეყნები და უფრო დაბალი დემოკრატიის ქვეყნები, 6 ქულიდან 8 ქულამდე ჰიბრიდული რეჟიმის ქვეყნები, ანუ ისეთი მმართველობის ქვეყნები, სადაც დემოკრატიული და ავტორიტარული და დემოკრატიული მმართველობის ნაერთია და ხოლო 4 ქულის ქვევით კი ოფიციალურად ავტორიტარულ სახელმწიფოთა ჩამონათვალი, რომელიც მთავრდება ჩრდილოეთ კორეით, მიანმით, ანუ ყოფილი ბირმით და ავღანეთით. ახლა რაც შეეხება მე როდესაც ვილაპარაკე გუშინ წინ ზემოხსენებულ საკითხზე, ასევე ვილაპარაკე საბანკო სესხებთან დაკავშირებით, რომ სადაც კი რაც უმეტეს შემთხვევაში მეთქი, რაც უფრო დაბალია დემოკრატიის ინდექსი, მით უფრო მაღალია საბანკო სესხებზე საპროცენტო გადასახადი, უმეტეს შემთხვევაში თქვა და ძალიან დიდი დამთხრვა მოხდა გუშინ წინ, ანუ 5 მაისს ვილაპარაკე და გუშინ 6 მაისს ჩვენ გავიგეთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აწია რეფინანსირების განაკვეთი, ლაპარაკია მცირედი დაწევაზე, მაგრამ ეს ლაპარაკი არის, რომ სავარაუდოდ გამოიწვევს ლარში საპროცენტო სესხების პროცენტის გადასახადის მაღლა აწევას. ლაპარაკი აქ დიდ აწევაზე ალბათ არ იქნება ლაპარაკი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, საქართველოში მოგეხსენებათ, რომ ბევრ სახელმწიფოსთან შეფარდებით ისე საკმაოდ ძალიან მაღლად ითვლება საბანკო სესხებზე საპროცენტო გადასახადი. ხო და სწორედ ამ მიმართულებით მე მინდა გითხრათ, რომ რაც უფრო მაღალია სახელმწიფოებში დემოკრატიის მაჩვენებელი, უმეტეს შემთხვევაში, თუნდაც ზემოხსენებულ სიაზე რო გითხარით, მით უფრო მდიდარია ის ქვეყანა, მით უფრო მაღალია იმ ქვეყანაში ქლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე, როგორც ნომინალში, ასე მწყიდრო უნარიანობის პარიტეტით, ანუ ცხოვრების ეკონომიკური დონე, მით უფრო მაღალია და მით უფრო მაღალია ის ქვეყნებში და მით უფრო დაბალია საბანკო
სესხებზე საპროცენტო გადასახადი და რატომ? იმიტომ რომ რაც უფრო დემოკრატიულად ითვლება სახელმწიფო, ეს ინვესტორებისათვის უფრო მიმზიდველია და ინვესტორები ასეთ შემთხვევაში უმეტეს შემთხვევაში არჩევენ ფულის ჩაბანდებას ისეთ ქვეყანაში, ხოლო თუ კი დემოკრატიის დონე დაბალია, მაშინ ინვესტორებს რა თქმა უნდა სხვა გარემოებიც ოქენდეს, მაგრამ დემოკრატიის ინდექსის ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტია, მაშინ ეს პოტენციურ ინვესტორს უმცირებს მაგალითად იმ ქვეყანაში ფულის ჩაბანდების სურვილს, რადგან მას უფრო მეტი შიში უჩნდება და უმეტეს შემთხვევაში ხდება იმ მიმართულებით თანხების ფულის ნაკადების შემცირება და ასევე რისკის ფაქტორის და ფულის ნაკადების შემცირება და რისკის ფაქტორის და იწევს საბანკო სესხებზე საპროცენტო გადასახადების გაძვირებას. ამიტომ არის რომ უმეტეს შემთხვევაში დემოკრატიულ სახელმწიფოებში გაცილებით უფრო დაბალია საპროცენტო გადასახადი სესხებზე ვიდრე ჰიბრიდულ ან ავტორიტარული მმართველობის ქვეყნებზე უმეტეს შემთხვევაში. ახლა რაც შეეხება იმას საქართველოში 2025 წლის მონაცემებით იმავე სიაში საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი შეფასებულია 4.36 ქულით, ანუ მხოლოდ 0.36 მეასედი ქულა აშორებს იმ წითელ ხაზთან, რასაც ქვია 4 ქულა, რომლის ქვეითაც უკვე ოფიციალურად ავტორიტარული სახელმწიფოების ჩამონათვალი იწყება, ხოლო სომხეთში შეფასებულია 5.3 ქულით. და საქართველოში ცნობისთვის 2011 წელს, ანუ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში იყო შეფასებული დაახლოებით 4.7 ქულით და 2024-ში საქართველოში დაახლოებით 4.7 ქულით იყო. ანუ იმ მონაცემებით დემოკრატიის ინდექსის დემოკრატიის მდგომარეობა საქართველოში 2024 წელს გაუტოლდა 2011 წელს მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში არსებულ დემოკრატიის დონეს იმავე ეკონომისტის მონაცემებით, ხოლო 2025 წელს კი უკვე ჩაცდა უფრო დაბლა და ძალიან ახლოს 0.36 მეასედი ქულით მიუახლოვდა იმ წითელ ხაზს, რასაც ქვია ავტორიტარულ სახელმწიფოებში გადასვლის საფრთხე. ახლა რა ხდება? შეხედეთ აგერ რო გაჩვენეთ, აგერ ეს არის მესტია, როგორც გითხარით და მესტიის რაიონის ზემო სვანეთი, კონკრეტულად ახლა დაბა მესტია. ახლა შეხედეთ, დაბა მესტიაში ბოლო წლებში მოხდა დაახლოებით რა ვიღოთ ეს ტურიზმის უფრო ისოდესაც დაიწყო 2006-7 წლიდან დაიწყო სერიოზული ტურიზმის და მე 2008 წლის ომმა გარკვეული დარტყმა მიაყენა, მე ისევ ხელმეორედ დაიწყო და ასე შემდეგ და სერიოზული ეკონომიკური წინსვლა მოხდა. აშენდა ბევრი სასტუმროები, ახლა საბაგიროები და ეს რა აშენდა სათხილამურო კურორტები გასაგებია, მაგრამ რა თქმა უნდა უფრო ბევრად მეტი უნდა აშენებულიყო, არა, რაც გაკეთდა. აშენდა სასტუმროები, სასტუმროსახლები, კოტეჯები, კაფეები, რესტორნები და ასე შემდეგ, მაგრამ ეს დიდწილად მოხდა საბანკო კრედიტების მეშვეობით. ანუ მაგალითად ახლა მესტიის რაიონში და განსაკუთრებით დაბა მესტიაში, იმიტომ რომ დაბა მესტიაში ტურისტების ღამის თეების მთავარი შემკრები ადგილი მაინც დაბა მესტია თვითონ მესტიის რაიონში და განსაკუთრებით დაკრედიტებულიც და აქედან გამომდინარე ტურისტული შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილი თვითონ დაბა მესტიაში ტრიალებს, მაგრამ დაკრედიტებულიც დაბა მესტიის მოსახლეობა პროცენტულად გაცილებით უფრო არის, ვიდრე საშუალოდ მესტიის ქიანობაში, მესტიის რაიონის, ანუ ზემო სვანეთის მოსახლეობა და ვიდრე საშუალოდ მთლიანად საქართველოს მოსახლეობა. და აქედან გამომდინარე და ბევრს უჭირს ახლა მაღალი საპროცენტო გადასახადების გადახდა და რაც უფრო მაღალი იქნება, რაც უფრო დაბალი იქნება დემოკრატიის ხარისხი, რაც უფრო დაბლა დაიწვევს, მით უფრო მეტი ალბათობა იქნება, რომ მაღლა იწვიოს საბანკო კრედიტების საპროცენტო გადასახადებმა და მით უფრო მეტი ალბათობა იქნება იმის, რომ დაიკროს ან ნაკლებად მოიმატოს ტურისტების რაოდენობა, რადგან ტურიზმის მიმართულებითაც ცუდი სიგნალი არის დემოკრატიის ინდექსის დაბლა დაწევა. ხოლო იმ შემთხვევაში თუ ჩაცდება იმ 4 ქულას, რასაც ქვია ის წითელი ხაზი, რომელიც არის ეგრეთ წოდებული შემოდავარქოს წითელი ხაზი და რომლის ქვეითაც უკვე ოფიციალურად ავტორიტარული სახელმწიფოების ჩამონათვალი იწყება, მაშინ უკვე სერიოზულად დადგება საქართველოს როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სახელმწიფო სტატუსი შეთავსებლობა საქართველოს დემოკრატიის მდგომარეობასთან და ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზო გადაადგილების საკითხი. და თქვათ და თუ ასე მოხდა, თქვათ რა თქმა უნდა ეს უკვე სერიოზულ დარტყმას მიაყენებს ეკონომიკას და მათ შორის სერიოზულად დიდ ალბათობას შექმნის იმისი, რომ კიდევ უფრო მოხდეს საბანკო კრედიტების გაძვირება. ამიტომ მე მოუწოდებ ოცნების ხელმძღვანელობას, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნას გადადგმული დემოკრატიის მიმართულებით და ის რაც ახლა დღეს გავუცეთ ინფორმაცია, რომ
საპროტესტო აქციებზე ძალადობასთან დაკავშირებით დემონსტრანტების მიმართ განხორციელებული ძალადობასთან დაკავშირებით დაპატიმრებულნი არიან ადამიანებიო, ამასთან დაკავშირებით ალბათ უფრო მეტი რამე გახდება ცნობილი. კარგად ბრძანდება.